გერმანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიის ორი შტამი და ვარაუდობენ, რომ ეს შტამები შეიძლება გაფანტული სკლეროზის გამომწვევი მიზეზი იყვნენ. დიახ, არ მოგესმასთ. მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 81 იდენტური ტყუპი შეისწავლეს. ამ ტყუპების მთავარი განსხვავება ის იყო, რომ ერთს ჰქონდა გაფანტული სკლეროზი, ხოლო მეორეს არ ჰქონდა. მეცნიერებმა შეისწავლეს მათი ნაწლავების მიკრობიომები და აღმოაჩინეს, რომ იმ ტყუპებში, რომელთაც ჰქონდათ გაფანტული სკლეროზი, ორი ბაქტერია უფრო ხშირი იყო. ესენი არის აიზენბერგიელა ტაი და ლაქნოკლოსტრიდიუმი. არ ვიცი სწორად თუ ამბობ. ეს ბაქტერიები მეცნიერებმა შეუყვანეს მღრღნელებს და შედეგად ძალიან მალე მღრღნელებში განვითარდა გაფანტული სკლეროზის მსგავსი სიმპტომები. ასე რომ შესაძლოა ეს ბაქტერიები მართლაც იყვნენ პოტენციურად ამ დაავადების გამომწვევები. ეს არის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება, რომელიც ნაწლავებსა და ტვინის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს ადასტურებს. მიკრობიომზე დამიზნებით შესაძლოა მალე შევძლოთ გაფანტული სკლეროზის დამარცხება. თუ მომავალში დადასტურდება, რომ ეს ბაქტერიები მართლაც არის აღნიშნული დაავადების გამომწვევი, სრულიად ახალი მკურნალობის მეთოდები იქნება საჭირო. გამოვიყენებთ პრობიოტიკებს, ანტიბიოტიკებსა და ნაწლავურ მიკრობიომის ტრანსპლანტაციას, რომლებიც მიზნად დაისახავს დაავადების მკურნალობას ან თუნდაც პრევენციას. გამარჯობა, მე გუგა ვარ და ეს პაციენტის მე-17 ვიზიტია. საქართველოში სულ უფრო მეტი ოჯახი ჩნდება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ აიყვანოს შინაური ცხოველი. იქნება ეს ტრადიციული ძაღლი ან კატა, თუ ნაკლებად ტრადიციული ფრინველები, თუ მღრღნელები, თუ სხვა. გადაწყვეტილებას იღებენ ხშირ შემთხვევაში მარტივად, იმიტომ რომ როდესაც სხვას უყურებენ და როდესაც ხედავენ, რამდენად დიდი სიამოვნება შეიძლება მოიტანოს ცალკე აღებულმა ეპიზოდმა შინაურ ცხოველთან, ამ გადაწყვეტილების მიღება რა თქმა უნდა მარტივია, მაგრამ როდესაც მე აწყდებიან რეალობას, ცოტა უჭირთ ხოლმე, როდესაც საქმე მიადგება კვებას, გასეირნებას, მოულას, ჯანმრთელობის პრობლემებს, რომელიც ხშირად აწუხებთ ხოლმე შინაურ ცხოველებს, შემდეგ უკვე ძალიან ბევრი პატრონი, ესე ვთქვათ, იჩაგრება ცალკე, ვერ ქაჩავს, თუ შეიძლება ჟარგონი ვიხმაროთ და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ან გააჩუქოს შინაურ ცხოველი და თუ ვერ გააჩუქებს, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ქუჩაში ტოვებენ ხოლმე და სწორედ ამიტომაც გვაქვს ძალიან მწვავე და სერიოზული პრობლემა ქვეყანაში, რომ ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლი და კატა ყავს. სამწუხაროდ ჩვენი სოციუმი ვერ იაზრებს რამხელა პასუხისმგებლობა მოყვება შინაური ცხოველის აყვანას და ჩვენს გადავწყვიტეთ დღევანდელ გადაცემაში ცოტა გადაუხვიოთ ჩვენს ტრადიციულ კურსს და ვისაუბროთ ვეტერინარიაზე, მიმართულებაზე, რომელიც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ეხმარება და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენი სტუმარი არის დავით ნანობაშვილი, ვეტერინარული კლინიკა ბუნების ექიმი ვეტერინარი, რომელიც დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, იმაში თუ დავანახოთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენს მაყურებელს რა არის რეალურად შინაური ცხოველის ყოლა. ან მოგესალმებით, ანუ გიგათ რომ პლუსები და მინუსებზე ვილაპარაკოთ, ცხოველის ყოლა არ ყოლა? ყველაფერზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ჩვენ შემთხვევაში პირველ რიგში მინუსებზე უნდა ვილაპარაკოთ, იმ სირთულეებზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც მოყვება შინაური ცხოველის ყოლას. მე პირადად აღნიშნავ, რომ მაგ გამოცდილება გარკვეული, იმიტომ რომ 10 წლის ძაღლი მყავს სახლში და ვიცი რა ნერვიულობა არის, რა სტრესი არის ხშირ შემთხვევაში, რამდენი დრო, ენერგია სჭირდება შინაურ ცხოველს და რომ და რა თქმა უნდა აუცილებლად აღსანიშნავია ფინანსები და ძალიან დიდი პრობლემა მე რასაც წავაწყდი ძალიან ბევრჯერ ის არის რომ ბევრ ქართველს რატომღაც მიაჩნია ცხოველი სათამაშოდ, შეიძლება ასე ითქვას. კი გაგებულიყავთ მობილურ ტელეფონთან რაღაც ეგეთი წამოდგენა. არა, არსებად, რომელმაც უნდა ჭამოს, ისუნთქოს, იარსებოს, არამედ რაღაც გონიათ უსულო საგანი, რომელთაც მიხვალ გაერთობი და მე ეს ხო დროების მითი არ არის, რომ დღეს მყავს ხვალე მოვიშორო თავიდან. იცით როგორი სიტუაცია არის, მეორე ჩემი გამოცდილებიდან გელაპარაკებით, ხალხი ვართ ემოციური, ემოციებზე ვართ აწყობილები. მე დღეს ეს მინდა და ეს სულ დავიკმაყოფილო და ხვალზე რა იქნება, თუ გათენდეს. და მე დგები ხოლმე პრობლემის წინაშე. ძაღლში ყოფილა ხოლმე პრობლემა, რომ უყიდიათ ლეკვი. წამოდგენა რა თქო ჯიშზე, არც ჯიშს ხო ვერ მოიგებ, ჯიში უნდა მოერგო, ხო? იყიდიან აღმოჩნდა პრობლემური მაგათვის ჯიში და მე არიციან 2-3 დღეს მერე რა გააკეთონ, დაბნეულები იყურებიან თუნდაც 2-3 დღეს მერე არ გაიზრდება ცხოველი მერე. ანუ ჯერ ემოციებია თავარი და ხვალზე რაღაცა იქნება. ეს ალბათ ქართული მენტალიტეტი არის, რაც ალბათ სხვაგან არ ხდება, საერთოდ არ ვიცი, ვერ მიპასუხებ მაგით ხვალზე, არ ვიცი. აღმოჩნდა ლეკვი თუ მეშურება სახში და მოწმინდა საჭირო არის. თურმე სეინობა უნდა ცხოველს და არსებობს შაბათი კვირა, დაშონების დღეები, ალადეგები.
ამ ყველაფერს არიაზრებენ, ჯერ მინდა, არის წინ და მე ეს ერთეული შემთხვევებია, მასიური სახე კიდე კაი მაგას არ აქვს, იმიტომ რომ კორონას მერე დაიწყო ეს, თქვა კორონამ ჩაიკეტა საქართველოს, მაშინ დაიწყო ეს კულტურა, ცხოვრების შემოყვანა, ყიდვა, იმიტომ სახში ჩაჭდა ხალხი. იფიქრეს, რომ ნუ ამითი დააკომპენსირეს ის მარტოობა და სიცარი რაც შეიქმნა ამ პერიოდში. მაგრამ მოთხოვნა გაიზარდა უფრო მინიატურულ ცხოველებზე, ვიდრე დიდ ცხოველებზე, იმიტომ რომ წამოდგენაში ქონდათ, რომ დიდ პატარა ცხოველს არ უნდა სეირნობა, ანუ რავი, თან წავიყვან. მაგრამ ის სხვა პრობლემები იყო, იქ ბეწვისწვენა იყო, იქ უკვე ყვების პრობლემა იყო, აღმოჩნდა რომ კოსმეტიკა სჭირდება, ის სხვანაირი მოვლა სჭირდება, ერთი ცხოველი ეზოში ცხოვრობს და შეიძლება ერთი თუ ორი თვე არაბანაო, აღმოჩნდება რომ ცხოველი მწყავს სახში და ესე ვთქვათ ლოგიში გიწევს, კვირაში ერთხელ სჭირდება დაბანვა და უნდა იხმარო უკვე ხალისხიანი კოსმეტიკა, იქ შამპუნი იქნება, კონდიციონერი იქნება, ანუ ძვირად ღირებულია ეს უკვე. უკვე და მეორე პრობლემა ის რომ ძალიან ძვირი მიჯდება შენახვა. აი ჩემი წინაპრები ესე არ იქცეოდნენ, ეს არგუმენტი მკლავს. რომ ეს ადრე რა იყო? სხვა რამეა, ეხლა რა იყო სხვა რამეა. ამდენი ინფექციები და დაავადებები არ იყო, რაც ეხლა გვაქვს. ამდენი მოვლის საშუალებებიც არ იყო. და ხანგრძლივობა ცხოვრების ხო ცხოვრებას გააჩნია, ამდენ ხარისხიანი აქვს ცხოვრება, ხო? შეიძლება იცხოვროს 12 წელი, თქვა, ტანჯვით, ან 5-6 წელი იყოს ბედნიერი. თუ შენ აიყვანე ცხოველი, შევალდებული ხარ, მას შეუქმნა შრაბადო პირობები. ეხლა თუ ყავს ძვალზე, პურზე და რა ვიცი, ნახარშებზე, ერთია და რაღაცა რეგიონებში დღემდე აი შემორჩენილი ტრადიცია, ჩამოდიან ხოლმე, ნუ ესე მყავს, რატო ნუ ჩემი წინაპრები ესე იქცეოდნენ და ნუ რატოღაც დაბნეულები იყურებიან ხოლმე, რატო თუ არსებობს მაგისი ალტერნატივა საერთოდ, რაც გაუგიათ. იქ ვაქცინაციის პრობლემა ცალკე რომ ვაქცინაცია აუცილებელია. დღემდეა მითი რომ ვაქცინები მოიგონეს ექიმებმა რომ თანხა გააკეთონ, რომ ინფექციური დაავადებები ცხოვრებს არ ემართება. საქართველოს ზოგადად წითელი ზონაა ცოფზე. გვაქვს შემთხვევები ერთეული ცოფის ხომ? დღემდეა რეგიონში ცხოვრები აუცილებელი ცოფზე. და ვერ იაზრებენ ამდენ სახიფათოა და საერთო ადამიანთან, იმიტომ რომ ცოფის განკურნების შემთხვევა მე მგონი არ დაფიქსირებულა. 100% ლეტალობა აქვს. მაგაც კი ვერ იაზრებენ ხანდახან რეგიონებში აუცილებელია. არის სახელმწიფო პროგრამები, ქვეყანა კლინიკები ოცნიან ამ ცოფზე. სხვა თუ არაფერი, საკუთარი თავით მაინც და საკუთარი შვილები მაინც დაიცავი დაწერი, ხო? ნუ არა. ჭის წამალი გინდა კიდე ეს ყველაფერი ანალოგიურად ხარშს მოითხოვს. ნელ-ნელა მიუყვეთ დეტალებს. უბრალოდ დაუბრუნდები თქვენი საუბრის დასაწყისში, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ახსენეთ. სანამ მივიდოდეთ ყველაფერს ხვამდე, დაუშვათ ადამიანმა გადაწყვიტა, გაიაზრა ყველაფერი, მზად არის იგივე ფინანსურად, იგივე მორალურად, ასე ვთქვათ, ნუ დღეს ვსაუბრობთ ძირითადად ძაღლებზე და ძაღლის ყოლს. როგორ უნდა შეარჩიოს ჯიში? ჯიში უნდა შეარჩიო ხასიათით, ანუ რა მოთხოვნები გაქვს შენ ცხოველის მიმართ, როგორი წარმოდგენა გაქვს იმ ცხოველმა, ყოთვა თუ ძაღლს ვლაპარაკობთ, რას მოითხოვ მისგან. ეს გინდა როცა თამაშო, თქვა, თოი კლასი, რომელიც იბენს, გაგახალისებს, გაგაბედნიერებს, მინიატურული ჯიში გჭირდება საყარაულო ფუნქციისთვის, ანუ თან დაგიცვას, ტერიტორია დაიცვას, გინდა ეზოსთვის ცხოველი, ეზო დაიცვას. მე ბეწვისწვენას აიტან თუ არ აიტან, ანუ ბეწვისწვენაზეც გაათვალისწინებელია ის, რომ ნებისმიერ ჯიშს მისცემ რაც ჯადოსნურ ვიტამინებს და თვითწვენა არ ექნება, ეგეც ხო არის აბსოლუტური. ანუ ეს ნიუანსები თუ არ გაითვალისწინე, ხასიათი მისი კონკრეტულად, რისთვის შეიქმნა ეს ჯიში და მე შენ მოთხოვნები გაქვს, შენი მოთხოვნები შეუსაბაგო ჯიშს და რა ვიზუალს. ვიზუალი მერია, თავარია შენ რა სიტყვა ცხოველისგან, ყავს თუ არა ბავშვების სახში, აი თუ არა კონსენსუსი სრული ცხოველების ყველაზე, თქვა დედა-შვილი და დედა-მამა, ორი შვილი ოჯახში, ორს უნდა, ორს არ უნდა. უკვე ცოდუა ის ცხოველი ოჯახისთვის, იმიტომ რომ გამოყვება აგრესია, ადამიანს უნდა, ორს არ უნდა, უნდა კონსენსუსი იყოს ცხოველის მოყვანაზე. მესამე ფაქტორი, ფინანსური მხარე, ანუ არ ჩათვალოთ ცხოველის ყოლა, ესე ვთქვათ, იაფიჯდება, მას 1000 რამე სჭირდება. ჯანმრთელობის გარდა არის ყვებითი ფაქტორი და რაღაცა დღეში 2 ლარია დაგიჯდება ყვება, გაცნობით მეტი დაგიჯდება, ვიდრე 2 ლარია. ეს გაათვალისწინებელია წინასწარ, აუცილებლად. ნუ და ნუმერეთი პრობლემა ნუ რაც არის ის, რომ თუ აიყვან ჯიში, რაც აუცილებელია სეირნობა, უნდა იცოდე, უნდა გამოხვიდე, შენ უნდა გამოხვიდე კომფორტის ზონიდან, არასებობს შაბათი, კვირა და ალადეგები, იმ ცხოველმა უნდა ისეირნოს. მისი მოთხოვნები აუცილებლობაა. არ შეიძლება თუნდაც მონადირე ძაღლი ჩაკეტო ოთახიან ბინაში და ყავდეს. ის ძაღლი ფსიქა შეეცვლება და ძაღლს მრავლდება მე ყველაფერი. პატრონია დამნაშავე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ აღვნიშნოთ, რომ სეირნობა ძაღლისთვის არ არის მხოლოდ ბოდიში და რაღაც საჭიროებების ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ნაწილია მისი ცხოვრების. აუცილებლად. და სოციალიზაცია სხვა ცხოველებთანაც. სჭირდება სეირნობა ფიზიკური ანატომიიდან გამომდინარე. როგორ შეიძლება გონჩი მონადირე მობენალი ძაღლი ჩაკეტოს სახში. მისი ფიზიოლოგია უნდა იბინოს, უნდა იყოს აშვებული. პუტით ხელში ვაიძულებ თელ-თელ ტახტზე იწვეს.
იმის ფსიქიკაც მოიშლება, ჯანმრთელობაც მოიშლება და არ იქნება ეს ძაღლი არც ფსიქიკურად, არც მენტალურად, არც ფიზიკურად ჯანმრთელი, ვერ იქნება უბრალოდ. და მე ბრალდება ყველას პატრონის გარდა, რა თქმა უნდა. ჩვენ ხო დამნაშავეში არაფერში არ ვარ დამნაშავეები, ყოფილი დამნაშავე სხვა არის. ანუ გათვალისწინებელი არის ჯიშისთვის, არჩევანისთვის, რა ჯიში მინდა არა, რომელი ჯიშია ოპტიმალური ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, თანახმად თუ არა ყველა ოჯახის წევრიო ვიყოლიო ცხოველი სახლში, მარტო მე მინდაზე არ არის. მესამე, მაქვს თუ არა ფინანსური საშუალება, რომ მე ცხოველს უზრუნველყო იმ ყველა პირობით, რაც მას სჭირდება. და თუ ბოლო-ბოლო მაინც მინდა ძაღლი და ფინანსური საშუალება არ ამავს, ქუჩის ძაღლებია ქვეყანაში საფარებელი, შეიფარე, კაი საქმესაც გააკეთებ. ერთგულიც იქნება, ლამაზიც იქნება და მეგობარიც იქნება. თუ მე მეზობელს თან არ გინდა რომ გაიმარიაჟო, რომ ჯიშიანი ძაღლი ყავს, მიუსაფრები ქვეყანაა, შეიფარე ცხოველი. დამერწმუნეთ, არაფრთან ჩამოვარდება ჭკუით ის ცხოველიც. მათსაც გააკეთებ და კაი საქმესაც გააკეთებ. კი არ დაგიჯდება უფრო იაფი შენახვა, იმიტომ რომ იგივე სჭირდება, რაც ჯიშიან ძაღლს, თქვათ. მაგრამ სამაგიეროდ ძაღლში აღადაიხდე დიდ თანხას. კი ბატონო, სრულიად ლოგიკურია. უკვე არაერთხელ ვახსენეთ კვების საკითხი და მოდით აი რაღაც მხრივ ახლა მაგას შევეხოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრისგან ხსმენია ეგ. ზოგი მე პირადად სეირნობისას რო შევხვედრივართ უამრავ ძაღლის პატრონს, უამრავი მიდგომა გამიგია, კომბინირებული კვება, მხოლოდ მშრალი, ანუ ძაღლის სპეციალური კვება, ასევე კიდევ 1000-ნაირი აზრი არსებობს, რომ სპეციალური ტუშონკები ის. რა არის ყველაზე სწორი? თუ დამოკიდებულია ჯიშზე, დამოკიდებულია კონკრეტულ ძაღლზე, აი როგორ უნდა ნახეთ, კვებაც დამოკიდებულია მის ფიზიკურ აქტივობაზე და ჯიშზე. თავიდან ბოლომდე. აი რაღაც კალორიულობა, რაღაც კალორაჟი, თქვათ, რამდენიც უნდა მიიღოს ცხოველმა. ძაღლი მე სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს, მართლა ნადირობს ან ტერიტორიაზე გაშვებული ზამთარში ტერიტორიაზე გარეთ სადაც ციცივია, მისი მოთხოვნა კვებით გაცილებით მაღალია, ვიდრე მინიატურული ძაღლების, რომელიც ოთახშია 25 გრადუს ტემპერატურაზე გადახარ მეცეთ სახში. მოთხოვნა განსხვავებულია, ის ფიზიკურად მოძრაობს, ხარჯავს ენერგიას, ციცივია გარეთ, ანუ ანალოგიურად ცდილობს რომ გათბეს, ხარჯავს ენერგიას, მისი მოთხოვნა გაცილებით სხვა არის, ვიდრე დეკორატიული ძაღლების. ანალოგიურად სტერილური, გასტერილებული ძაღლების, რომ მიდეკილება ციფსუფნისკენ, იქაც განსხვავებული რაციონი არის. კომბინირებული კვება ძალიან რთული და საჭიერი არის, ოქროს შუალედის მოძებნა. ძაღლში პრობლემით მოდიან ჩვენთან, რომ ეს პატარა ძაღლებს ყავთ შალ კვებაზე, მიაჩვეს ლეკობიდან შალ კვებას, ხო? გაასინჯეს თუ არა ხორცი, იქნება იწყება манипуляცია, რომ მოდი ეს აკვები შენ ჭამე, ხორცი მომიტანე. პატრონი რა თქმა უნდა ვერ უძლებს ამ ცდუნებას და გადაყავთ, ბოლოს ღებულობ ეხმე პრობლემას ჯანმრთელობის. მთლიანად ხორცზე გადადის ცხოველი და ისევ იგივე არგუმენტს ღებულობ, აბა ძაბა ხორცი არ უნდა ჭამოს? კი უნდა ჭამოს, მაგრამ ნობის ფარგლებში მაგალითი მომყავს, თქვათ, ძალთა ოჯახია, ხო, მგერიც ძალთა ოჯახს წარმოადგენს, ხო, ტაცებელია. ის რო შეჭამს ნადირს, მოინადირებს. ერთი კვირა მე შიმშილობს, რომ ის მოინელოს. შენ ძაღლს ყოველდღე ის ნადირობს, ტყეშია, ენერგიას ხარჯავს, დარბის. შენ ძაღლი თელი დღე წევს ტელევიზორთან და უყურებს ტელევიზორს. დანახარჯ ენერგიის არ აქვს და ყოველდღე გაჭმევ ხორცს, მარტო ხორცზე ყავს. დისბალანსი გავს კვებითი. პატრონები ვერ გაუძლებენ მაგ ცდუნებას. ყანაშო გახტება, ამ თვალით საწყალ თვალით გიყურებს, ყელში გეჩხირება, ცინის დამოზი გაწუხებს და მე აჭმევ. ამიტომ რომ თავიდანვე ჯობი არ გაასინჯო, იმიტომ ამ პროვინციაში დადგები ყველა ვარიანტში. თუ მზად ხარ პროვინციაში დადგე, კი ბატონო, მაგრამ მზად არავინ არ არის როგორ წესი. გასაგებია მინიატურებში არის ძალიან დიდი პრობლემა. თუ ყავს საოჯახო კვებაზე მთლიანად, მაშინ უკვე გჭირდება ნუტრიციოლოგი, ვინც სწორკვებას აგიწყობს. ის რომ ბრინჯი მოუხარში და ხორცზე მყავს ყოველდღე ცხოველი, ფიტავ ცხოველს, არ შეუძლებელია რომ თვეები მყავდეთ ბრინჯი და ხორცზე, გამოიფიტება ძაღლი. მაგალითად, უშუალოდ სჭირდება ნუტრიციოლოგი, ცალკე არის ეს თქვათ, გასაგები იყოს დიეტოლოგი, უფრო მარტივ ენაზე ვთქვა, ხო? უნდა უყანო ადამიანი, ვინც კონკრეტულად ამ ჯიშისთვის, ამ ეგზემპლარისთვის, ვინც ცხოვრების სტილიდან გამომდინარე აუწყობს სწორკვებას. და რომელი დიეტსახასი გაატარებს თელი დღე, თქვათ, გასკურასთან, საჭმელი ნაირები უკეთებს ყოველდღე ცხოველს, ხო? უკვე ადამიანის კომფორტის ზონაში შედიხარ. ეხლა ეს ცხოველი მოვიდა ოჯახებში ხალხი თავის საჭმელს თვითონაც ვერ აკეთებენ, მზაზე გადავიდნენ. და გამოდის რომ ეუბნები თელი დღე გაატარე გასთან, უხარში დღეს ერთი ხვალ მეორე ზეგ მესამე ან კვირაში ორჯერ ეს უნდა მისცე. დისკომფორტია, ამიტომ შემოვიდა ეს მშრალი საკვები დიდი რაოდენობით ბაზარზე. რომ გამარტივებულია უფრო, რომ ბალანსირებულია საკვები, ცუდი ნამდვილად არ არის, არჩევანი ძალიან დიდია. მეგონი სოფლიში ადარჩა არცეთი ბრენდი, რომელიც ბაზარზე არის საქართველოში. ეს პატარა ქვეყანა მოგონიტებს ამდენ ბრენდს წარმოდგენა არ მაქვს. მან ყველა ბაზარზე ყველაფერი არის და არჩიეს სწორად საკვები და ნუ შეიქმნი პრობლემა. რა მინდოდა კიდე მეკითხა, რაც მე ძალიან კარგად ვიცი და თავი ძაღლის
ყოლის პირველივე ესე ვთქვათ თვეებიდან ვისწავლე რომ ტკბილი კატეგორიულად ეგრძალება ძაღლს. მჟავე მწარე ტკბილი. მჟავე აი ეგ მინდა და მეკითხა მჟავე და მწარეც. იმიტომ რომ შესაბამისად შაქრის შემცველობა იწვევს იმ საჭმელში ამ ყველაფერს და ამის გარდა კიდევ რამოდენიმე წლის წინ მქონდა შემთხვევა რომ ყველი გავიგერო ძაღლს უჭირს მონელება და ამიტომ უნდა ვერიდოთ ყველსაც. კიდევ რა პროდუქტები არის? არის პროდუქტები, თქვა შესაძლებელი იყოს, თუნდაც ყურძენი. არსებობს ეგეთი ცნება, სასწავლო დოზირება ყურძნის, რომელიც წავიყვანოს ვითარდება თითქმელების. თუნდაც წავიავდებით ბანანის მიცემა, ჰიპერკალიემიას იწვევს, კალიუმის შემცველობა ძალიან მაღალია ბანანში და ეს ყოველდღე ყავწელი ბანანებით მე რა თქმა უნდა პრობლემის აყენებ ჯანმრთელობის. ჰიპერკალიუმი უკვე ჰიპერკალიემია გულზე უპირდაპირ აისახება ეგ. მე ძალიან შემოვიდა კიდე მოდაში ეს გრეინფრის აკვებები, ყველა აჭმევს ამ გრეინფრის, რატომ კაც ფიქრობენ რომ მარტო გრეინფრიზე უნდა იყოს დანამატების გარეშე. ეგეც თავისებური ინდივიდუალურია, ყველა შეიძლება არ მოუხდეს. ნახეთ როგორ სწორად თქვა, რომ აზრი გამოიტანოს მოსახლეობამ, რეკლამას ნუ უყურებ. ინდივიდუალურია ყველაფერი. თქვენ თქვათ მარტივად გიხდებათ ქაბაბი, მე მიხდება ხინკალი, ოპერატორს უხდება თქვათ რა ვიცი, ლობიო. ვის რა უხდებაზე არის? საკვების რეიტინგებზეც არ არის დამოკიდებული, რაც ინდივიდუალურია ყველაფერი ცხოველებისთვის. შეიძლება ძაღლმა თვითონ გადაწყვიტოს? თუ ეს უკვე ემულგატორების და დანამატების ნახეთ გადაწყვიტავს ყველაზე ეფასიან საკვებს, რატო? იმიტომ გაჭრენტილი არის ემულგატორებით და არომატიზატორებით. ამით ახლა ბრენდების დასახელება, იმიტომ რომ გამოდის რომ ან რეკლამას ანტიპირას ვაკეთებ. რაც უფრო იაფასიანი ბრენდია, უფრო მოსწონთ ვიდრე ძვირადღირებული ბრენდები. რატო? იმაში მეტი ქიმია მარტივად, მეტი ინგრედიენტები არომატიზატორების სახით, უფრო მიზიდველია ცხოველისთვის. ცხვირი ძაღლი ენდობა თავის ცხვირს და არა თვალებს. ჩვენ უყურებთ ვიზუალურად ლამაზია თუ არა, შეიძლება საშიად უგემური კერძი იყოს, ამდენად ლამაზიოთ ვერ გაუძლოთ სტუნებას. უშუალოდ გემრიელი ამდენად გიჭამია ცხოვრებაში. მარტო თქვა ხაშლავა ძალიან უშმოა ვიზუალურად, მაგრამ ხო გემრიელია. ძაღლი თავის ცხვირს ენდობა. და ცხვირი ეუბნება რომ ამაში ეს გემრიელია და შეცდა ცხოველი, იმიტომ რომ ამაში მეტი არომატიზატორია, რაც უფრო მაღალი დონის წაყვებია, უფრო ნაკლები მზიდველია ცხოველისთვის. იმას კი გაშოს შუდია, ეგ წაყვები. პირიქით უკეთესია, მაგრამ პატრონი მიყავთ მაღაზიაში და ეს რომელი მოეწონება. იმას მოეწონება ის, იმიტომ რომ იმაში მეტია. კი ბატონო. არჩევანს რაც შეეხება, უნდა ეცადო რომ არჩიო მაღალი კლასის საკვები, ეს გრეინფრი საკვები იქნება მართლობის გარეშე, იქნება სუპერ პრემიუმ კლასი, იქნება ჰიპერ პრემიუმ საკვები იქნება, თუ რა იქნება, შენ წავს უნდა მოუხდეს. მაგრამ შენ თუ აჭრე დამატებით საკვებზე კიდე ხორცევიდან, იქ მეუღლე მოვიდა საღამოთი, უნდა ივახშმოს, რასაც იონჭავს ნახევარი წილში ყავს ის ცხოველი და მე ან კუჭი აეშალა, გული აერია, ბრალდება საკვებს და არა მეუღლეს, რომელსაც აჭამას უკიდან ყველაფერი. ცხოველების ხშირად არის ალერგიები, ხო? ალერგიულია ცხოველი, სვავთ ანტიალერგიულ საკვებს და ეუბნები რომ 2-3 თვე გრამი არაფერი არ უნდა აჭამოთ, თუ ალერგენი მოხდა ორგანიზმში, მე ვერ გავიგებ, ყოფითი ალერგია იყო თუ არა ეს. დამეწმუნეთ, ჯერ ავისა შეუსრულებია მაგი ბოლომდე. ვერ უძლებენ მაინც. ან ძაღლი მოიპარავს რამეს მაგიდიდან, ამატრონი აძლევს რაღაცას. ანუ ეს თქვა გამურიცხავი დიეტა, რომ ყოფითი ალერგია თუა დავადგინო, უნდა გამურიცხო ყველანაირი ალერგენი და შეუძლებელია 2-3 თვე, ვერ უძლებს მაგას. დანტო რჩება ალერგია პრობლემა, იმიტომ ყოფითი ალერგიები გახსნით, რომ ქათამი ალერგენია, სიმინდი ალერგენია, კი ალერგენებში გადის, მაგრამ არ შეიძლება ყველა ცხოველს ალერგია ქონდეს მაგაზე, რაც მოძრაობს. ყველა ადამიანი ხო არის ალერგიული, ნაწილი ალერგიული, ნაწილი ცხოველები ალერგიული, მაგრამ ის მითი რომ ყველა ალერგიულია ქათამზე, ეგეც არასწორია. რა საერთოდ მოიტანეთ და დაასკვენი, მეზობელმა მითხრა, თქვენ ცადეთ მიეცით, თქვენ ძაღლს ქათამის შემცველი საკვებიდან დაიწყოთ სრემდენ ან ქავილი? არა, მაგრამ მეზობელმა მითხრა, ანუ ეს არგუმენტი არ არის. კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, ტრადიციული კერძი, რომელსაც უარს ვერ ვამბობთ, არის ის, რაც ყველა ძაღლს უყვარს. ძვალი. რამდენად კარგია, რამდენად მისაღებია. მე მაგალითად პირად გამოცდილებაზე ვიცი, რომ ჩემ ძაღლს არ უხდება, იმიტომ რომ ბოლო 2-3 წელი რამდენიც ცადეთ, ესე ვთქვათ, რომ თუნდაც ცირე მიგვეცა, იმდენი რაღაცა კუჭის პრობლემებამდე მიიყვანა. გაგიმართლათ უბრალოდ, იმიტომ რომ ძვლის შემთხვევაში ძაღლები, ვთქვათ, ხო არ გეჭავენ, ამტოვენ და ყლაპავენ. ისო ძაღლი ძვალს მოინელებს, როგორ ის ღაპარია, მაგით მჟავა ხო არ არის, არა, გადაამუშაოს, არა, კუჭიწვენმა. ვერ გადაამუშავებს ამ ძვალს. შემთხვევაში ხდება გაუვალობები, ანუ ჩაიპრესება ეს დამტვრევი ძვლები და შეწდება ოპერაციით. თუ ოპერაციამდე არ მივიდა, ბატონი გვიან მოხდა, შეიძლება დაღუპვით დამთავრდეს და შემთხვევები ბევრი ყოფილა, სხვა შორის დაღუპვის. პერფორი, შეიძლება ნაწლავი გაგიხიოს მწვეტი ამ ფრაგმენტმა. ან ჩაიპრესოს კუჭი, დაიწყოს ძლიერი ღებინება. სასურველი არ არის. თუ აძლევ ძვალს, თუმცა მასიური დიდი ძვალი, იმის გარანტიით, რომ მაგას ვერ დაგიმტრევს და ვერ შეჭამს, დახრავს, კი ბატონო, დახრას, მაგრამ მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ არ დაამტრიოს და არ შეჭამოს.
თორე შეიძლება დამთავრდეს ლეტალურად, ისე ხა მე თქვენ გაგულანძღავენ, დამეწმოთ ის გვიყურებს, იწვიან ჩვენი წევრები დაჭვნენ ძვლებს. ბევრმა გაგულანძღა უკვე სიმართლეს მაინც ვერ გაიქცევიან. ვინაიდან აღნიშნეთ რამოდენიმე პრობლემა და ჯანმრთელობის მაგაზე რო ვისაუბროთ ახლა, რა გართულებები გვხდება ყველაზე ხშირად საქართველოში, აი რა პრობლემები არის ხოლმე ყველაზე გავრცელებული? მეტი პრობლემა ინფექციური დაავადებებია მაინც, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენს გვინდა თუ არ გვინდა, გვაქვს ჭირის შემთხვევები, რომელიც საკმაოდ ბევრი იყო, ეხლა ბოლოს შემცირდა ენტეროვირუსი, რა თქმა უნდა, ნოდებული არის და სავალდებულო ვაქცინაციაში ეს ყველაფერი შედის. ინფექციური დაავადებები ყველაზე გახშირებულია გარდა. მე უკვე მოდის ტკიპის მიერი ინფიცირება. იმიტომ ადრე ისწავლებოდა ხოლმე რომ მთიან რაიონში თუნდაც წყნეთის დონეზე ტკიპა არ უნდა იყოს. წყნეთი კი შეგახმაურში ხდეს ტკიპა, იმდენად მუტირება მოხდა ტკიპების, რომ კლიმატაც უძლებენ და ტკიპებს გადააქვს ძალიან ბევრი დაავადება, სხვა და რატოაც ფიქრობენ რომ ერთი დაავადებაზეა ლაპარაკი. მან უნდა მოხდეს მე უკვე თუ დაინფიცირდა ცხოველი რომელი დაავადებაა და მე მოხდეს შევამისი უკვე მკურნალობა. მამამისი პრევენცია მხოლოდ არის სწორად ცხოველის დამუშავება ტკიპების და წყილებზე. რაც შეეხება ვირუსულ და ბაქტერიულ და ინფექციურ დაავადებებს, რომელიც არის გავრცელებული, ეს უკვე სავალდებულო ვაქცინაციებში შედის. და სწორი ვაქცინაცია და სწორი სქემა ვაქცინაციის არის პირობა იმისი, რომ თუ ცხოველს შეხვდა, გადაიტანს მარტივად. ის რომ ვაქცინა თქვენ გაუმტარი ჟილეტია თუ გაუკეთე ვაქცინა და ავარისგან დამიცავს, ეგრე არ არის. ვაქცინის პრიორიტეტი არის ის, რომ უკვე ორგანიზმი ზათ არის ამ ვირუსისთვის, რომ შეხვდეს და თუ შეხვდა, უფრო მარტივად უნდა გადაიტანოს, ვიდრე აუცილებელი ცხოველი გადაიტანდა. ანუ ლეტალობა დასულია მინიმუმამდე. ადამიანებშიც ეგრეა. და ცხოველებს ეგრე არის. არ იფიქროთ რომ მე თუ ვაქცინა გავუკეთე, არაფერი არ უნდა მოხდეს. ეგეთი არის შეუძლებელია. ანალოგიურად ყოველწლიური რევაქცინაცია, სავალდებულო რომ იმუნური სისტემა იყოს, ესე ვთქვათ, დაჭიმული და მზად იმისთვის, რომ შევაშალოს ინფექციური დაავადება. ანალოგიური ცოფი. ვაქცინები და საქართველოში შემოდის პრაქტიკულად ყველა არის 3 წელზე გათვლილი იდეაში. ეს ევროპული ბრენდები რაც შემოსულია ვაქცინები ყველა 3 წლიანია. ამის გამო ჩვენთან ენდემური კებენა ცოფის ყოჩე ყოველ წელს ვცვლით ცხოველებს ცოფზე. იმიტომ რომ არის შემთხვევები ერთეული და გაუმართლებელი რისკია 20 ადამიანის სიუწყეს ეხება. რა თქმა უნდა, ცოფი იმდენად მძიმე დაავადებაა, მასთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირს და მაგრამ ძირითადი პრობლემები რაც მე ტკიპების დაავადებაზე მიდგება, ეს არის მაღაზიებში გამყიდველების პრობლემა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება პატრონებამდე. ზოგადად პატრონებს წაკითხვა ხო არ უყვართ ინსტრუქციის წამლის. ვაძლევ წამალს და ერთი წელი წამალი არ უნდა, ვაძლევ ჩემს ძაღლს წამალს და 6 თვე არ უნდა. ინსტრუქციით სხვანაირად არის საერთოდ, ხო? მოდი ნახე ინსტრუქცია, ან კითხე შევეტერინარს, გჭირდება კომბინაცია, იმიტომ რომ აბები ამ შემოსულია, მაგრამ კოღოსგან არ იცას, კოღო ნუ ფლებოტომუსი, მოსკიტი გამტანია ლეიშმანიოზის. აპს პლუს წვეთები, ან აპს პლუს საყელო, ან საყელოს პლუს წვეთები, რაც კომბინაციოვან დასვა. ანალოგიურად გააჩნია ცხოველის რა პირობებში ცხოვრობს ცხოველი, რომელიც ტყეში დარბის, ღრეში დარბის, გარეთ ეზოში არის, მათ ინფიცირების რისკი 2-3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ოთახის ძაღლების. ის რომ სახში წყილი არ შემოვა, იმიტომ მე სახში მყავს მე-10 სართულზე ცხოველი, ეგეც ზღაპარია. სახში სუფთავება, რაშუაში რა წყლიდან მართლა ამესმის. არგუმენტები მოყავთ ხოლმე ისეთი, რომ დაიბნევი, რომ რადგან სახშია და კორპუსშია, წყილი არ უნდა შემოვიდეს და რატომ უნდა შემოვიდეს? ვინ აუგზავნა იმ წყილს? იქ შესვლა ვერ ახვდები ვერცმე და მე დაბნეული ვიყურები ხოლმე მე და კი გასაგები ნაკლები შანსია, მაგრამ მაინც არის შანსი. თბილისში გავრცელებული დაავადება, ბაბეზიოზი, ეს თქვა ძიმე ინფექციური დაავადებებში გადის. გამტანი ტკიპა არის, მაგი პარაზიტია. არ იყო გავრცელებული თბილისში ესე მასიურად. ამ ორ კვირაში ყავდა 6 ინფიცირებული დაახლოებით. ეგ კატასტროფულად დიდი მაჩვენებელია. ანუ მოხდა ის, რომ თბილისში ტკიპებიც კი ინფიცირებულები არიან კომპიუტერული დაავადებით და საზღვარგარეთ შეყენებენ მინიატურულ ძაღლებს. ან დიდ ძაღლებს უშუალოდ არ აქვს ვის უყმეს ის ცხოველი. ანუ დაავადების გავრცელება უფრო და უფრო მეტად ხდება. ანუ ჩვენ პრევენცია გვჭირდება მეტი და მეტი. ბოდიში გიხდით, მაგრამ ბოლო კვირაში, ანუ ოქტომბერშიც გააქტიურებული შემოდგომა კი. შემოდგომაც ამ ეგ კითხვა იყო ჩემი შემდეგი, რომ აი როდის არის სეზონი, აქამდე მეგონა რომ გაზაფხული იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აცივდა, შემოდგომაზე ყველაზე აგრესიული სეზონი ახლა ტკიპების. და მეტი ინფიცირება ეხლა მაქვს შემოდგომაზე, ყოველ წელს ეგრე ხდებოდა. ყველაზე მეტი აფეთქება ხდებოდა შემოდგომაზე. და ეგაც მივიღე კი და ის მითი რომ წამალი აზიანებს, რა ვიცი, ღვიძლს და უნდა მიცე დამცავი რომ ღვიძლი არ დაიშალოს. როგორ ახსნა? რაღაცა მაღაზიებში შეუნებიან თუ თვითონ ჯგუფებში წერენ რომ თუ დალევ რაღაც ესენციალის ან კარგზავს და აყოლებ მე ამ წყლის წამალს, ღვიძლი გადარჩება. ეს მითები საიდან იღებს საფუძველს, სად წაიკითხეს, საწერია ლიტერატურა მსგავსი არ არსებობს ამაზე.
კი, კაი წამალი არ არსებობს. ყველა წამალს აქვს გვერდითა ეფექტი. მოდადებს ასწორზე რა გიღირს. თუ მოხდა ინფიცირება, რა მოხდება? და ამ წამლით მოუწამლავთ თქვა ბჭყალებში. ჯერითი არ მოწამლა, მაგრამ მაინც. თუ მოწამლი ამ წამლით თუ მე დაემართა და მე მოწამლო 28 დღე ანტიბიოტიკებით ის ცხოველი, რომელი ჯობია, კი საკითხავია, უნდა თუ სასწორზე მაშინ რა გიღირს. შე შემთხვევაში მეზობლებს აკომპეტენტურ ხალხს მაღაზიაში თუ ბაზრობაზე მნიშვნელობა არ აქვს. შეცდომაში ყავს ეს ხალხი. და სათხუარი მექნება თვითონ წაიკითხონ, ნახონ, თავიანთ ვეტერინარებს მიმართონ და სწორი ინსტრუქცია კითხონ გამოყენების. რომ მე ესე მიჩიეს და მე ესე მითხრეს არ არის არგუმენტი. პრაქტიკულად ყოველი მეორე ადამიანი ვინც მოდის თავიდან შეცდომაშია შეყვანილი. რაღაცა უნივერსალური წამალი არსებობს, თუმცა რომ ყოფნის ერთი წელი, აბსურდია საერთოდ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ საკვები შეიძლება მოუხდეს, კონკრეტული შეიძლება არ მოუხდეს. შეიძლება წამლებზეც იყოს ეგრე, იმიტომ რომ იგივე ვაქცინებიც სხვადასხვა ბრენდების არის. შეიძლება ზოგი უკეთესი იყოს ხარისხობრივად, ან ხარისხობრივად უკეთესი არ იყოს, მაგრამ მოუხდეს უფრო კონკრეტულ ჯიშს. ვერ გაიგებ, ეს სტატისტიკა არ არსებობს. ყველა მსოფლიო, ხო თქვი საქართველოს პატარა ქვეყანა ვართ, ყველა მსოფლიო ბრენდის ვაქცინაც კი საქართველოში გვაქვს. ინდივიდუალურია ეგეც, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი გავრცელებული პრობლემა ვაქცინის მიერ არის ალერგიები. და შეიძლება ვაქცინამ გამოიწვიოს ალერგია. მაგას დაზღვეული არავინ არ არის წინასწარ. როგორ უნდა გავსაზღვრო მე? ძაღლები ამიცრია 5-6 წელი ცრიდი და მე იმეშლი წელს მოვიდა და იგივე ვაქცინა გავყიდეთ წლები უკეთებდა, იმას მიცეს ალერგია. იგივე ვაქცინაზე 6 წელი არაფერი ამოსვლია. მე-7 წელს იგივე ვაქცინაზე ალერგიული რეაქცია მომცა. ალერგიული რეაქციები მერე და მერე ყალიბდება, ის კი არა რომ შეძენილია. ყველა წარმოდგენა აქვს რომ ალერგიული რეაქციები არის თანდაყოლილი. ამ ალერგენებს დავიბადებს შო ესეთი და მე სხვა ვერსია ალერგია არ მექნება, ეგრე არ არის. ალერგიები მერე ხდება შეძენა ჩვენშიც და ცხოველებშიც. შეძენილი ალერგიები. ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებული არის იმუნურ პასუხზე ორგანიზმის. თორე სტატისტიკით რომ ვაქცინას 70% იჭერს ის 85 ან ეს 3-ს, ეგეთი რამე არ არსებობს. აი, ყველა აღიარებული მსოფლიო ბრენდი დღეს ბაზარზეა. ანალოგიური ცოფის შემთხვევაში, მაგალითად გერმანიაში ვაგზავნით ჩვენ სისხლს ლიმბახის ლაბორატორიით ანტისხეულების ტიტრზე. იმიტომ რომ ისე საქართველოსთან ცხოველი ვერ გავა ვერც ევროპაში და ვერც ამერიკაში. არის ერთეული შემთხვევები, რომ ანტისხეულების ტიტრი, ანუ რაოდენობა, ასე ვთქვათ, დაბალი, ანუ არ იყო რომ გაუშვა ევროპაში, ანუ იმუნური პასუხი არ იყო საკმარისად ძლიერი ორგანიზმის კონკრეტულ ვაქცინაზე. ეს არის რომ ვაქცინაა ცუდი. ეს ამ ეგზემპლარში უბრალოდ ესეთი პასუხი გასცა იმუნური ამ ვაქცინას. არასაკმარისად ძლიერი. და თავისთავად ანტისხეულების ტიტრი იყო დაბალი. ეს არნიშნავს ვაქცინის ხარისხის სიდაბლეს. და ლეიშმანიოზე ვლაპარაკობდი და ლეიშმანის გამომჩა, ლეიშმანი საერთო ადამიანთან. აქედან გამომდინარე, სეზონი როცა არის, დამუშავება უნდა მოხდეს აუცილებლად, კბენა არ მოხდეს ცხოველის, კონკრეტულად მოსკიტის მიერ. ეგ არის ერთი პრევენცია. ეს ვაქცინები სამწუხაროდ საქართველოს ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ უნდა მოხდეს რამენაირად დამუშავება ცხოველის, რომ არ მოხდეს ინფიცირება. პრაქტიკულად ყველა რეგიონშია შემთხვევები. კახეთში ძალიან ბევრი ხდება, თბილისში ძალიან ბევრი ხდება და ინკუბაციის პერიოდი არის ძალიან დიდი. დღეს უკმინა და ხვალე დაემართა, არა, შეიძლება 6 თვის მერე, წლის მერე გავიგო ინფიცირებულია ცხოველი. და ეს შეხებით არ გადადის არანაირად, ანალოგიურად სჭირდება ესე ფლებოტომუსი, რომ მოხდეს ინფიცირება. ანუ მაინც ჩვენთან არის ფონი, რომ უნდა ვიყოთ ყურადღებით ტკიპების და იმ არსებების მიმართ, რომელსაც ეს სერიოზული დაავადებები გადააქვთ, იმიტომ რომ ჩვენ ინფექციონისტიც ყავდა გადაცემაში და ლაიმის დაავადებაც კი საქართველოში, ბორელიოზი შეიძლება იყოს და ეს საკმაოდ საგანგაშო არის ადამიანებისთვისაც, არა მხოლოდ ცხოველებისთვის. თუმცა მასშტაბი საგანგაშო ცხოველებში ხალხს წარმოადგენს არ შექმნას, რომ ცხოველის ყოლა არის საფრთხე, არა, ეს საფრთხე არ არის. სწორად მიხედე და პრობლემა არ იქნება. პატრონობა, იმიტომ უნდა იცოდე, რომ ის თუ ჯამთელია, შენ ჯამთელი ხარ. იქ თუ პრობლემაა, შენ პრობლემები გაქვს. ამას თუ გაითავისებ, რომ ის ნივთი არ არის და იმას ჯამთელობასაც პასუხისმგებლობა შენ გაქვს და სწორად უნდა მიუდგე. მაშინ ბალანსი და დაცულია იდეალურად. ჩემს საკუთარ ცხოველს მიყავს ახლა პუდელი სახში ამ წუთას და შვილებთან და ვიზდება, ხო? ხან ლოგიში ძინავს, ხან ერთ ბავშვთან ძინავს, ხან მეურთან ძინავს, ხან ჩემთან. პრობლემა არ მაქვს არანაირი. და ვიცი რომ ის არის დამუშავებული, ის არის ვაქცინირებული და ვერანაირ საფრთხეს ვერ წარმოადგენს ოჯახის წევრებისთვის პირიქით. მათი იმუნური სისტემა უფრო დაჭიმულია და უფრო მზად არის ინფექციებისთვის, ვიდრე იმ ხალხის, რომელიც ზრდიან უფრო სტერილურ გარემოში ბავშვებს. ალბათ ეს ჩემი აზრი არის, პედიატრების აზრია. გამონაკლისია თქმა უნდა არის ალერგიები, არის შემთხვევები ბავშვები არიან ალერგიულები ცხოველებზე. აი მანდ უკვე ძალიან რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ბავშვით დაჩენი ცხოვა ანტიჰისტამინზე ვერ გეყოლება. ძალიან მნიშვნელოვანი თემა აღნიშნეთ. ისეთ თემა არის, რომ ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ.
ბეწვის საკითხი, იმიტომ რომ მეც ძაღლის გარდა სახლში სულ პატარებიც მყავს ახალჩობილები და ერთი ყავს უკვე 3 წლის, რომელმაც ეს 3 წელი სულ ძაღლთან და ბეწვში გაატარა. და არ არის საშიში. მე ყოველ შემთხვევაში ვიცი, მაგრამ არის გრუმერი გინახიათ? ძაღლების გრუმერი გაგიგიათ მე ჭორის სიმართლე. გრუმერები ძაღლების. სამშობლოში მუშაობენ, მყარი გაგიგიათ ვინმე? ან ჭორიან სიმართლე? რამდენს ყავავთ დღეში ბეწვს დაგითვლიათ ვინმეს? ემიტომ შეიძლება სტატისტიკით ნახო, მყარი გრუმერი არსებობს თუ არა საქართველოში ბეწვისგან. რა თქმა უნდა ვერ ნახავ. კითხვა მეორე, რაოდენიმე ბეწვს ყავავს თქვა გრუმერი დღეში? უბრალოდ კონდიციონერი აწიეთ დღის ბოლოს და ნახე ფილტრები ადგომარეობაშია და მიხვდები. ნაზბებს ყავავთ ჩვენ ვეტერინარები ყოველ დღე ვერ ვითვლი, არ ვიცი, ბევრი ალბათ. არგუმენტი ის რომ ბეწვი გადაყვა და ფილტრზე მიეწება და მე რა ვიცი, რაღაც განუვითარდა და მე მოკვდა, ეგ უფრო თქმულება, ვიდრე არგუმენტები სამედიცინო. დიდი დაიღუპა კონკრეტულად პაციენტი ადამიანი, აი ჩემი დიდი ბებია დაიღუპა ფილტრზე მიეწება, ბეწვი და მოკვდა. ვინ დაადასტურა მსგავსი? ექიმა გითხრა? არა, ვიღაცამ უთხრა. მე კიდე გამეორდები, ნახოთ სტატისტიკა გრუმერების მარტივად, ხო? სალონები ქვეყანაა თბილისში. მყარი გრუმერები არ არიან, ხო? აი ხოცებიან ბეწვისგან, კაცო. იმიტომ არ არის ეგეთი ვაიდედა და უეჭველი მოკვდები და სასეულო აფერი არის მესმის ბეწვის ყავაში. ვისი ამოვნებს, მაგრამ ის სასიკვდილოა და კატასტროფაა, ეგრე არ არის. მოიყვანეს ჭკვიანი ძაღლი და მიაჩნიათ, რომ მას გენეტიკურად უნდა მოსდევდეს ეს ჭკუა ყველაფრის ცოდნა. მაგას შეგვიტყოდი ადამიანებსაც ძალიან გენეტიკა აქვს სიტუაციაში ჩვენ შვილებს ხო მაგრამ თუ სკოლაში არ წაიყვანე, უნივერსიტეტში არ წაიყვანე, სკოლა თუ არ დაამთავრებინე მინიმუმ ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი ხო? ეს უნივერსიტეტში შევეშვათ. ბაღი და სკოლა თუ მაინც არ დაამთავრა, იმ ბავშვს მოთხოვა მეს? ვერა. აბატონი მოთხოვა ძალს რა პრინციპით მაინტერესებს. ტუალეტზე ჩხუბები ძალს ორ დღეში ტუალეტი ვერ ისწავლაო. ბავშვს ხათო პამპერსით ატარებენ, ხან 2 წელი ატარებენ პამპერსით. რატომ უნდა იყოს უფრო მაღალი ინტელექტით ადამიანი ხომ მაღალი თქვა უფრო მაღალი ის არის განვითარების საფეხური ვიდრე ცხოველი. ცხოველს ატო 2 დღეში იგივესაც შეშუც დამოგითხოვია თქვა წათვის განმავლობაში. ვერა დრო უნდა ყოველთვის უნდა სწავლა, ნერვები და დრო. კი, ჩაისწავლეს უფრო ცხოველი ვიდრე ადამიანი, იმიტომ რომ ის ცხოველის ციკლი უფრო ხანმოკლეა. მაგრამ იმაზე მეც ნუ მოსთხოვდი და ადამიანს მოსთხოვდი. ეხლა მაღაზიაში მართლა ვეწავა ძალი და პურსვე რა მოგიტანს და სიგარეტი რა მოგიტანს. ხურდაში მაინც მოატყობენ მინიმუმ და რა ვურჩიოთ ადამიანებს, ვისაც უჭირს. თვითონ უნდა ისწავლონ აღზე და წავიდნენ კინოლოგთან. ნახეთ ქვეყანა ვიდეოებია YouTube-ზე. 21 საუკუნეში ვართ, ხო? პრაქტიკულად ყველაფერს წავად თუ ან შეგიძლიათ, თუ გაგვს დრო და ნერვები. მაგრამ ჩვენ ხო კომფორტის ხალხი ვართ, ამ ყველაფერს უნდა ძალიან ბევრი დრო. და მე კიდე ნებისყოფა, რომ ეს ყველაფერი გადაიმიტანონ ცხოველებამდე. თუ გაქვს რაზეა ლაპარაკი, თუ არ გაქვს კინოლოგები შეიძლება აიყვანო და კონსულტაცია მასთან გაიარო. და თუ შეიძლება გაწვდნი, კი ბატონო, ეს ყველაფერი უნდა იცოდე. მაგრამ სამსახურო ძაღლებს ახლა დანგემანო ნაგაზები, მალინოები, თქვათ, როტვეილერები, ეს მასიური დიდი ძაღლები, თქვათ, რომელსაც წვნა სჭირდება, ეგ ცალკე თემაა კიდე. იქ ჩემი აზრი რო იყოს, სავალდებო უნდა გახადო. წვნა, იმიტომ რომ წინა კვირაში შემოვიდა 1 2 3 დაღუპულის პატარა მინიატურული ძაღლი. დიდმა ძაღლმა გადაამტრია შუაზე. და მნიშვნელობით დააზიანა და ნუ დაიღუპა და იყო სკანდალი. ერთი ძაღლი თუ გაწვდნები არ არიან, კი კანონდება არსებობს რა უნდა უშვა, საბელი და უნდა იყოს პირბადით, მაგრამ როგორც წესი ამას ხომ არ უყურებს, უშვებენ და მოყვება ხოლმე აგრესია. ძაღლი უნდა იყოს მორჩილი, იმიტომ რომ შენი გინდაზე არ არის, შენი ყოლით სხვა დისკომფორტი არ უნდა შეუქმნე. დისკომფორტი კი არ არის, ეგ უკვე პრაქტიკულად მე ჩემი ძაღლი რაცა მომიკლას, ჩათვალოთ მე ოჯახის წევრი დავკარგე. ეს არ არის ფინანსური ზარალი და ეგ ოჯახის წევრის კლუბაზეა ლაპარაკი. ის იმან თავის დროზე კეთილი არ ინება და ძაღლია გაწვდნა, იმისმა ძაღლმა მე ჩემი ძაღლი მოკლა. იმას უნდა გქონდეს ვალდებულება ძაღლი გაწვდნას. ბევრ ქვეყანაში ლიცენზიაც კი ჭირდება ადამიანს, რომ ყავდეს პატარა ძაღლიც კი. სწორია. სერტიფიცირებული უნდა იყოს, რომ უნდა ესმოდეს ანუ ჩაბაოს გამოცდებინე რამდენი მზათარი ცხოველისთვის და ყველაფერს შეისწავლია და მე განვითარებულ ქვეყნებში ევროპაზე ლაპარაკობ თქვენ და კი ბატონო, მაგრამ ჩვენ მაგამდე შორს ვართ, მაგრამ ჩვენი სამოქალაქეო პასუხისმგებლობა ვიღოთ მინიმალური მაინც, ხო? მაგალითად ეხლა როგორც ბოლო შემთხვევა იყო, ბებო 70-80 წლის ბებოს გამოატარეს პიტბული გასასეირნებლად. რა თქმა უნდა, გაექცა ეს პიტბული, ვერ და ბებოლის დამჭერი არის. დამთავრდა იმით, რომ პეკინესი დაგრეჯა და დაიღუპა ადგილზე პეკინესი. პასუხი უნდა მოსთხოვო. იმ ბებოს იმის ძაღლს ვერ მოერეოდა ფიზიკურად, ვერანაირად. რო არ გაეშვა ხელი, ბებო დაიმტრეოდა, გაუშვა ხელი და დაზარალდა სხვა ადამიანი. და ძაღლი დაღუპული არის. პასუხისმგებლობა ვიზია. ფლობელზე რა თქმა უნდა მცხოვრებს, ხო?
ეს რო გაწვდილი ყოფილიყო პირბადით, როგორც კანონმდებლობა მოითხოვს და ამ შემდეგ ეს არ მოხდებოდა. ან გაწვდენია რაღაცა ქენი, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ შენი ყოლი სხვა დისკომფორტი შეუქმნა. არ შეიძლება უზამასმა კავკასიურმა ნაგაზმა ეზოში ისე ინოს პირბადის საქმისთან საბერის გარეშე. აი ამაზეც რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს ჯიშები რაც ახსენეთ, პიტბული, კავკასიური, დიდი აგრესიული შედარებით ჯიშები. ამაზე ძალიან ბევრი მსმენია, ზოგი ამბობს, რომ ტყუილია ვერ გაზრდის ხვანაირად და მას თავისი აგრესია ექნება მაინც ყოველთვის და ზოგი ამბობს, რომ გაზრდაზეა ყველაფერი, რა არ ჭეშმარიტება. გაზრდაზეა ყველაფერი და არ შეიძლება ოთახიან ბინაში კავკასიურ ნაგაზზე ყავდეს. საუთაუს ცენტრში ოთახიან ბინაში კავკასიურ ნაგაზს არაფერი არ ისაქმება. მე რა მინდაზე არის ხო გითხარი ჯიში უნდა მოერგო შენ და არა ჯიში უნდა მოერგო შენ შეუძლებელია უნდა ჭირდება ტერიტორია და ეზო ისიც ცოდოა შენ ცოდო ხარ და გარშემო ყველა ცოდოა საბოლოო ჯამში ნუ აღზრდა არის უმნიშვნელოვანესი აღზრდაზე და ის შეუქმნა ის პირობები რაც ამ ჯიშისთვის სავალდებულოა მე რა მინდა არ არის რა შეიძლებაზეა ზოგადად ჩვენთან აი იგივე ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ცხოველების ფიქრობს რომელიმე პატრონი მე მაგალითად პირადად ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით რომ არა აი არასოც არ მიფიქრია იმაზე რომ ჩემი ზაღლი სტრესში ხო არ არის აი ზოგჯერ კი ხვდები რომ მოწყენილია როცა ნუ ამას ვიზუალურად ანახებს მაგრამ აი ფსიქოლოგიური პრობლემები ზაღლს მაგაზე ფიქრობენ მაშინ ზაღლი იყენებს ვიდაზიანებას არის ხომ რომ ინტენსიურად განათათებს იზიანება მოყვით ეს სტრესის გამოვლინება არის შემთხვევები ხომ კუცი ჭამენ სისხლამდეც კი დადიან ეს გამოვლინება არის უკვე სტრესის სერიოზული სტრესის და აგრეთვე პატრონის გამოსავალი რეალური არის რომ ეთამაშო გადაატანო ყურადღება ანუ ის შეასრულოს თავის ფუნქცია და მაშინ ეს ყოველ დაზნებას არ მიიღებს გამოსავალს მეუბნებიან დამშვიდებელი გამომიწერე დარჩენილი ცხოვრება ვაკითხები დამშვიდებელი წარმოგიდგენიათ მაგი დარჩენილი ცხოვრება მედიკამენტების ქვეშ უნდა იყოს ცხოველი შეუქმნელი პირობაში და შესაბამისი რაც ეს ჯიში მოითხოვს კიდევ ერთი ძველი შეიძლება ითქვას ტრადიცია რომელიც მოდის დიდი ხნის ეს არის კიდურების დაჭრა ესე ვთქვათ არ ვიცი უფრო რბილად როგორ თქვა კიდურების ყურებს და იმას გულისხმობს შემთხვევაში ყუდი ეს ამბოლ ხანს გამოსწორების გაზეთ გავართ იმიტომ რომ უკვე მარსულად დაიწყეს შემცირება ამისი ეს პროფესიონალურად შემოვიდა გამოფენაზე აღარ იშვებოდნენ ყურებპირებული და ყუდმურყურპირებული ცხოველები ცოტა შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება და იმედი მაქვს რომ მეტად ცუდია ხო მოჭრა ჯანმრთელობის კუთხით ცოდოა უბრალოდ ცუდზე არის ცოდოა ცხოველი იმიტომ რომ მე მსმენია როგორც ჩანს მითი არის რომ აი თითქოს კუდი რო იჭრება ზურგის ტვინის ნაწილი ხეხების გაგრძელება აკეთება ეს ანესთეზიით ზოგადად ნარკოზის ფონზე რომ გამოდის ცხოველი თქო მე ტკივა დისკომფორტი აქვს და რატომ უნდა მივაყენო ტკივილის ამ ესმის ეს ხო იმიტომ მე მომწონს ჩემი ვიზუალის გამო ვაყენებ ცხოველს ტკივილს ეს საერთოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია ხო არ არის არა თუ საერთოდ ჩვენება არ არის ოპერაციაზე და რაც მუჭრაზე იკავებ თავს თუ არ არის მისთვის დისკომფორტი და თუ არ არის მისთვის საერთოდ მნიშვნელოვანი ესე ყველაფერს მოაჭრა ყველაფერი ეგრე არ არის. ეხლა თუ შეიძლება ვთქვათ სიმპტომები, რომლებსაც უნდა დააკვირდნენ პატრონები, აი რა სიმპტომატიკები არის, რა გამოვლინებები არის, საგანგაშო ისეთი, რომლებსაც ძაღლები, ესე ვთქვათ, სიგნალად გვაძლევენ, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ რაღაცა ხდება. ნახეთ, ცხვირზე ყველაზე ხშირად აქცენტია ვთქვათ ცხვრის ტემპერატურაზე. ცხვირი მატყუ არაა და როგორც ინდიკატორი რამე დაავადების მატყუ ცხვირი არ გამოდგება. ორიენტაცია რომ ცხვირი გრილი აქვს, ცხელი აქვს, ცივი აქვს, ტემპერატურაზე ხანდახან რეაგირებენ და შესაბამისად შეიძლება შევიდეთ მაგის გულისთვის. აპათია, პირველში ამოწყენილია, უფრო ნელა გადაადგილდება, ნაკლები სიხარულით შემხვდა, უმადობა, მოწყენილობა, ეს პირველი სიმპტომია რომ რაღაცა იწყება პრობლემა. თართული თუ დაიწყო, თართული თუ არის ღებინება ან კუჭი აეშალა, უკვე რაღაცას ნიშნავს პრობლემა მაქვს. და კი უნდა წერო ჯგუფებში. და დავქნა რომ ძაღლსიცხე თქვა 40 აქვს და გულიერება და კუჭი აშლიას და გამეხმარე ჯგუფებში კი უნდა დაგეხმაროთ ის რომ მიმართო უახლოეს რომ დაგეხმაროს ამ ყოველ სიმპტომატიკა არჩევა კოტრება გამახულო არის აპათია, უმადობა, უხასიათობა, მოწყენილობა ამით იწყება ნებისმიერი დაავადება და სრული დაავადება არ არის გამყანაზე განშედ გვეკავენ ხოლმე მოწყენილია ძალიან გავაკეთო მიუყვანე ექიმს და წამანით მითხა ტელეფონში და მითხარი მაშინ დიაგნოზი რადგან ხალხი ფიქრობს რომ სულ ნუ ყველაზე დაბალპარაკო ბოდიში მოვიხდი რა თქმა უნდა რომ სულ დიაგნოზი არსებობს ამოწამნა ინფექცია ესე არ არის ამდენი დაავადება ჩვენში ადამიანებში ამდენი დაავადება ცხოველებშიც და დიფერენციაცია სჭირდება და ყველა საშემად ჩემ პროფესიაში რა ეს იცით 20 დამკვლელი ძაღლი მოდის უკვე გაჭყებილი ანტიბიოტიკებით პირამიშობით 20 ანტიბიოტიკო რეზისტენტობა გააქვს აი მტრისას
მე თუ გითხრა უნდა აკრძალო ანტიბიოტიკების გამოყენება და გაყიდვა ეს თავისუფლად, იმიტომ რომ იმან ურჩია 3 დღეს ანტიბიოტიკი გაუკეთა ერთ ჯგუფი. 3 დღეს მე რა უშველა, ეხლა მე 2 ჯგუფს ანტიბიოტიკები იხმარა. კიდე რაცა მეზობელმა კომპოზიტორმა ურჩია მე 3 ჯგუფი იხმარა და ძაღლი მოდის წაშლის სიმპტომატიკით და ანტიბიოტიკები აღარ მუშაობს. რეზისტენტობა ანტიბიოტიკებთან რეზისტენტობა. მე ეს რეზისტენტობა ანტიბიოტიკების ჩვენზეც აისახება სამომავლოდ. მაგრამ ეს მსოფლიო ლაპარაკობს. კი. რა პრობლემაა ნომერ 1, პრობლემა არის ანტიბიოტიკების რეზისტენტობა. ჩვენ თუ უწყობთ ხელს ამაში. გაუთოთ ცნობრებლად თუ ის ხარჯზე ვერ ახვდები, რატო მოგაქვს ზიანი უკვე კაცობრიობისათვის, მარტო ძაღლისთვის კი არა, კაცობრიობისათვის, იმიტომ რომ იმ ძაღლზე აფი აღარ მუშაობს. და გიწევს მესამე, მეოთხე, მეხუთე თაობა, რავი, წამლების ახალ წამლეტო შემოდის, იმიტომ რომ ის აღარ მუშაობს, გამოიწვია რეზისტენტობა. ამ გამოიწვია ასწორმა მოქმედებამ, ასწორმა გამოყენებამ. არის გაიდლაინები, არის სქემები. ნახეთ, როცა მოდის ძაღლი რაღაც დაავადებით, არის ეს თქვა ევროპული გაიდლაინი, რომ იწყებ პირველი არჩევნის ანტიბიოტიკს. ყველაზე სურს ესე ვთქვათ. შემთხვევაში არ მუშაობს. უკვე რეზისტენტობა გაქვს. და შენ ძალიან ცუდი ვეტექიმი ხარ, ვეტერინარი ხარ, თუ სამდღეს ცხოველი ვერ მოარჩინე. ვეუბნები ჯობია 2 კვირა უკონალო, ონ ზიანი არ მოუტანო ძაღლს, ვიდრე დაგიდო სამდღეს შედეგი მამ. სამდღეს თუ შედეგი არა გაქვს, всё. გადახაზული ხარ. ის სამდღეს შედეგი ის ხარჯმა დაიდოს, რომ ცხოველშია ზიანი მოუტანო. მაგაზე არ ფიქრობ. აქ უნდა ყველასთან ბოდიში მოვიდეთ, ყველაზე ალაპარაკობ, მაგრამ ხშირი აქ შემთხვევები რა. რამდენი ხანია დავდივა შედეგი არა მაქვს. და დერმატოლოგიური პაციენტები ხანდახან 2 კვირა, 3 კვირა, 2 თვე სჭირდება მკურნალობა ცხოველს დერმატოლოგიურს, გასაგებად თუ ალერგიულია ცხოველები და ის მოლოდინო ალერგია განიკურნება, ხო? ნუ შეუძლებელია. და მოლოდინია და გონია თუ იხო ხელზე და იმიტომ და ყავს, თქვა და მოყავს, რომ ფინანსური ინტერესი გამოძრავებს. მაგრამ არსებობს Google, ეხლა ხომ შემოვიდა ხელოვნური ინტელექტი. ბოლბოლ კითხე თუ აღჯერა რომ მართლა ეგრეა? ახალ ინტელექტი შეცდება, მაგრამ Google-ში შევიკითხოთ, კითხვა დასვა უბრალოდ. კიდევ ერთი საკითხი, ასევე შეიძლება ითქვას მწვავე, ეს არის ძაღლების კასტრაცია ან სტერილიზაცია. რაც ბევრს ბოროტებად მიაჩნია, რატომღაც? რატო ბოროტებად? ანუ ცხოველის ტანჯვის ყურება, თქვა, განმავლობის პერიოდში, ის რომ ონკოლოგიური რისკები მაღალია, ჯობია იყოს, კაცად მოხდეს? ეს უკვე კავკასიური მენტალიტეტია. მაშინ შეუქმნელი პირობები და იზრუნე ამაზე 2-3 თვეში ერთხელ მაინც. ბუნება მისცა და სჭირდება კი ბატონო, მაგრამ ნახეთ, არ შეიძლება ყველაფერი გამრავლდეს, ხო? შეუძლებელია, რომ ყველაფერი რაც კი მოძრაობს, უნდა გამრავლდეს, ხო? შეუძლებელია და დისბალანსი გაქვს, ყველას უნდა ბიჭი ძაღლი. საქართველოში მენტალიტეტი გვაქვს, ყველაფერი ბიჭი უნდა იყოს, მანქანა ბიჭი, სახლი ბიჭი, ძაღლი ბიჭი, ყველაფერი ბიჭი უნდა იყოს. და შეუძლებელია, როგორც დისბალანსი გაქვს, ხო? მოიწყო შეფნა ქალი, კაცი, ცხოვრებში არის დედრი, მამრი. და დისბალანსი გაქვს, ხო, სრული. და არ შეიძლება ყველაფერი გამრავლდეს, და გამრავლდეს, აი ქუჩაში ძაღლს ვღებულობთ. იმიტომ ღებულობ. კი, კასტრაცია, სტერილიზაცია თავის მინუსებიც აქვს, პირში წარბიწონა, მაგრამ ამის დაჭერა შეიძლება დიეტით, სეირნობით. სხვა შემთხვევაში ღებულობ აი ამას. რა თქმა უნდა, კი. ყველა ვარიანტში. რამდენად ან იგივე თქვენი რო გავიხსენო, სასწორზე რო დავდოთ. კი, სტერილიზაცია, კასტრაცია რეალური გამოსავალი. ბევრი რამის. კი ბატონო. და მთავარი ჯანმრთელობასაც შეეხება, ნახეთ, რამდენი უსაფარი ცხოველია ეზოში, ხო? ჩვენ თუ იმაზე თავიზრუნეთ პარალელურად. და მარტო ჩვენ ძალზე ზრუნავ, მე იმ ტერიტორიაზე გავდივარ, სადაც ისინი დადიან. ისინი თუ ცუდად არიან და ინფიცირებულები არიან, სადაც წარმოადგენს ჩემთვის. ხო შეიძლება ნეტავოთ კორპუსში ლალარი აკრიფოს მეზობლებმა. და თავს არ ტენო ყველაფერი თავს გადაწყვეტია, თუ მე ყველაზე ყველაფერი მე რა შუაში ვარ. ჭის ამანი ხანდახან დაალევინე. აცერი. და ცხოველი და იყოს ეზოში, კარგია რო არის თქვენ ეზოში ცხოველი. იზრუნე რომ ვაქცინირებული იყოს, საფრთხე არ იყოს შენი შვილისთვის, ჩვენი შვილებისათვის. მიეც ჭის ამარი, წყლის ამარი და ვაქცინაცია გავუკეთე და აჭამე. რაშია პრობლემა? მიუსაფარი ცხოველი, ძაღლი, კატა, მისახედია, იმიტომ რომ მინდა თუ არ მინდა კავშირშია ჩემთან. ძალიან ხშირად შემხვედრიათ თბილისში, როგორ თქვა, ესე ვთქვათ, ბიზნესმენები, რომლებიც ძაღლების გამრავლებით, ესე ვთქვათ, აკეთებენ შემოსავალს და ძალიან ბევრისგან მსმენია, რომ პირველივე წეჭკაზე, ასე ვთქვათ, შეუჯვარებიათ ან მეორე წეჭკიდან შეუჯვარებიათ. აი, შეჯვარება დედლების როგორ უნდა მოხდეს, რანაირად, რა წესებით? ხო არ არიან ინკუბატორები, სიცხარსებები არიან კეთილსინციერი მომშენებლები და არიან არკეთილსინციერი მომშენებლები, როგორც მთელ მსოფლიოში არის.
პირველი ლეკობა არ ვარ გაუარის თქმულება რომ ამბობენ. რატო არ ვარ გადაწყვეტილი? იმიტომ თვითონ წახსა პირველი ციკლი აქვს 8 წათვეზე. და თვითონაც ლეკვია და ლეკვს აჯვარებენ და ლეკვი შობიარობს და პრობლემაა. თუ ძაღლი წინახევრიდან ზევით არის, პრობლემას აღარ წარმოადგენს უკვე თავისთავად რა. ეხლა თქმულება სადაც მოდის ცხვარში ძაღლებს მაგას ვინ დააკონტროლებდა და იქ ნადრევად თქვა თხოვდებოდნენ წყალებში ძაღლები და ყიდნენ ლეკვებს. ამის პოპულაცია საქართველოში და საშუალება არის იმ საშუალება რომ ეს დაარეგულირო. წინახევრიდან ზევით უნდა შეჯვარდეს ძაღლი და 6 წლამდეა სასურველი. მაგრამ არა კონვეიერზე ყოველ 6 თვეში ერთხელ. უნდა გამოატოვებინო. წელიწადის მშენებლები ეგეც იქცევიან საქართველოში და მსოფლიოში, რომ ეს კონვეიერზე გაშვებული არ აყავთ. წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ ამრავლებენ ლეკვებს. ნუ არიან მართლა 6 თვეში ერთხელ და გაუშვი და იქ თავისთავად უკვე ხარისხსაც ვერ ღებულობ იმას, რაც გინდა თავისთავად. მეორე სწორი გენეტიკა, იმიტომ რომ მოდი კაი ძაღლი ყავს და კაი ძაღლი ყავს შევაჯვაროთ, ეგრე არ არის. მან შორის ნაცნობი კავშირი დაჯდეს, ან არასწორი გენეტიკა დაჯდეს, რომ მიიღო გენეტიკური დაავადებები ცხოველებში. ეგ სწორი სელექციაც კი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ხო ამას არ უყურებთ. რეალობაში დანდი პრობლემაა. ეგ არის კინოლოგია, რომ სწორად შემოხდეს გენეტიკის შესწავლა და სწორი სელექცია, რომ არ მიიღო მასიურად ესე ვთქვათ დაბრაკული გენეტიკურად არასწორი ძაღლები. მალინუა, ნაგაზი გერმანული, როტვეილერი, გოლდენი, დისპლაზიაზე ხსმენიათ, ნუ ეს კიდურის არასწორი ანატომია, ერთ-ერთი მიზეზი როგორც ამბობენ არის გენეტიკა. ევროპაში ვერ შეაჯვარებ ძაღლს, თუ ეგ სერტიფიკატი არ აქვს, რომ მაგ გენს არ ატარებს. ასევე სხვა გენეტიკური დაავადებები კეთდება, სხვა ბევრი და მხოლოდ ამის მერე არის ლიცენზია, რომ გამრავლდეს ცხოველი. თუ ატარებს გენეტიკურად მაგ რამე წუნს, ესე ვთქვათ, ბლოკავენ გამრავლებისგან, რომ სხვა არ გამწარდეს. ჩვენ როგორ ავართ სწორი მეზობელი, აი ძაღლი ყავს, შევაჯვარე და გაიყიდება ლეკვები, ან გავაჩუქებ და ვაიმის ბრალი მე თუ ასოი კომბინაცია დაჭდა, ვინც იყიდა. მე ის ადამიანი უნდა დაიტანჯოს ეს ცხოველი დარჩენილი ცხოვრება. ანუ ეს პასუხისმგებლობა ჩვენზე არის სწორი სელექციის. შეჯვარება უწევს რას ნიშნავს? ბიჭი ხვადი ძაღლი, ხო? 24 საათი კვირაში დღე მაღაზე ფიქრობს, ხო? უწევს რას ნიშნავს? ამდან საათზე, ამდან წუთზე თუ როგორ ესე აწყობილი ცხოვრება ვის აქვს, ხო? როდის ნახევარზე შეძახს უნდა ქონდეს სექსუალური აქტი, როგორ უწევს რომ მეუნები რას ნიშნავს? უწევს დრო დანიშნული აქვს, თუ ზაღმა ჩაგწერა, როგორ რანაირად. და რო უხსნიო ეს ინსტინქტის ზონეზეა, ინსტინქტია გამრავლების, რომ ბიჭი ძაღლს ნორმალურია ეს. მაგრამ შენ მაინც ვერ შეუქმნი იმას ყველა პირობას, რომ მისი მოთხოვნები დააკმაყოფილო, რამეს ვიზავ. შეჯვარების შემდეგ კასტრაცია, ან სტერილიზაცია. ბევრი აკეთებს ეგრე, თუ ნახეთ, მითი რომ ერთხელ მაინც შევაჯვარო, დედუინსტინქტი გამოცადოს და მე გავასტერილებ, იმიტომ ცოდუა, გაიგივა ხდება ადამიანთან. ადამიანი ემოციით შვილი ყავს თერი ცხოვრება და გვიყვარს, ხო? ცხოვრების დაშურვა მთავრდება ორ თვეზე. იქ ინსტინქტი აქვს ბრძანება უნდა გამრავლდეს, ეგ რადიკალური განსხვავება არის. მან ბრძანება აქვს უნდა გამრავლდეს, ორი თვე უნდა ვთქვათ მიხედოს და მერე თავისივე შვილთან შეჯვარდება, ანუ დედაშვილობა, მამაშვილობა დამთავრებულია. ეგ ინსტინქტია, ეგ სხვა რამეა. დედაშვილობა რაც ჩვენ გაგვაჩნია ადამიანებს, ცხოველებთან თლათ ეგრე არ არის. ამას თუ გავითავისებთ, მარტივად იქნება საქმე უფრო. და აქ რო ამოუწუროთ ბოლომდე საკითხი, არ დაასტერილეს, არ გაუკეთეს კასტრაცია, მაგრამ არც არასოდეს შეაჯვარეს. უბრალოდ შეთხოვებიც ბევრია ეგეთი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ხშირია მე ონკოლოგიური გართულებები, ეგრეთ წოდებული პიომეტრა, ანუ ჩირქოვანი საშვილოსნოები, ანუ უჩიქდებათ, ასაკთან ერთად მატულობს ეს პრობლემა. ყველას ემართება ეგრე არ არის. მაგრამ ხშირია, ანუ ზდი რისკს ამ ყველაფერი, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, უეჭველი დაემართება ეგრე არ არის. ბიჭებში პროსტატის პრობლემები იწყება, საწუჭკების პრობლემები იწყება, გოგოებში საკვერცხების და საშვილოსნოსი. ნუ ეს ასაკთან ერთად, ეს არ არის აუცილებლად და ყოველივე დაეწყოს. მაგრამ ეგ არის პრევენცია და გადამაგისა ის ცხოველი მოთხოვნები აქვს ბუნებრივი და თუ მოთხოვნებიც არ იქნება თავისთავად ყოფილი 7 იქნება. გაცემის ბოლოსკენ ტრადიციულ კითხვებს დაგისვამთ. პირველი არის ესეთი, რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა და რატომ ვეტერინარობა? ნახეთ, მე ვთქვი ცხოველების სიყვარული პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩემი ასეულის პირველ დღეს დავიბადე, ცხოველის გარშე ამიცხოვრია. ამათად გავიზარდე, იყო ცხოველის ეს თქვა რა ქვია სტილი, ჩვევა თუ რაც გიან დაარქვი. სხვა სამყარო ვეწავმედიან სამყარო ცხოველების გარეშე. ნუ დიაჩემი ბიოლოგია, მათში ვეტერინარი არის და ამ სამყაროში გავიზარდე. და საბოჯამში უნდა გადამეწყვიტა, იმიტომ რომ რაც მე შემილია, ეს არის მხოლოდ სიკეთე მოვტანო ცხოველებს. და აქედან გამომდინარე წავედი ვეტერინარიაზე, რომ მომეტანა სიკეთე.
თავიდან ყველაფერი ვარდისფრის სათვალით ჩანს, ყველაფერი კარგად არის ვეტერინარიაში და ყველაფერი კარგად არის. ის სტრესი გათავისუფლებული, გაცნობიერებული არც მე არ მქონდა, არ შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ აი დადებითი ემოციები, არის უარყოფითი ემოციებიც. თავიდან ყოველთვის მოტივირებული ხარ, დადებითი ემოციები და ყოველს გადაარჩენ და ყველაფერი ხუთიანზე იქნება, მთლად ეგრე არ არის. მაგრამ ეს მოტივაცია მქონდა, რომ ყველა გადამერჩინა. იმიტომ რომ ის უსუსური არსებები, პატარა ხელის გულზე რო არის და შის დამოკიდებულები რო არის, სხვა გზნობა არის. რაც გაიგივებული არის, რა ვთქვა, რა ვიცი რასთან. ბავშვის სიყვარულთან ალბათ მსგავსია რაღაც ემოცია, ხო? და კიდევ გადაარჩინო. ალბათ აქედან გამომდინარე და სამყაროც კიდე ცხოვრების გარეშე ხო გეუბნებით, მე ვერ წარმომედგინა, იმიტომ რომ ამით ადგამი ცხოვრია ცხოვრების გარეშე. და აღმოჩნდა რომ არის სამყარო ცხოვრების გარეშეც, მაგრამ მე გავიცოდი. ესე იგი სამყარო მაგირჩიათ პროფესია თქვენ. და ბოლო კითხვა ჩვენი გადაცემის, ყველანი ვართ პაციენტები. ადრე თუ გვიან მაინც გვიწევს და თქვენ როცა გიწევთ ხოლმე როგორი პაციენტი ხართ? ალბათ ყველაზე მშვიდი. იმიტომ რომ მე თვითონ მესმის პრობლემის შინაარსი და რაც უნდა მითხრას ექიმმა, მე შინაარსი მაინც მესმის მაგის. და მიღებული მაქვს ის რეალობა რაც არის. და გამომდინარე, რაც უნდა გავაპროტესტო რა რეალობა შეიცვლება, აზრი არ აქვს. ნახეთ თუ პრობლემა გესმის, უკვე მომზადებული ხარ. და გინდა თუ არ გინდა, რაც უნდა გავაპროტესტო, ყველაფერი არ შეიცვლება. და გამომდინარე, მშვიდი პაციენტი გამოვდივარ. ანუ არა ქართველი. არ ვიცი გულობრივად. ქართველები არ არიან მშვიდი პაციენტები ხშირ შემთხვევაში. კი, ემოცია უფრო მაღლა, მაგრამ მე გაცნობული მაქვს რა მელის, რა ვიცი, რა იქნება და ებზადები ფსიქოლოგიურად. დაახლოებით წარმოდგენა გაქვს, 100% არ იცოდე, მაგრამ წარმოდგენა ხო გაქვს რა გეოდება და აქედან გამომდინარე და ალტერნატივაც რო არსებობს რო იცი და არო. აი რა შეიძლება. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ბატონ დავით, ძაღლების საკითხზე და მათ ჯანმრთელობაზე ბევრი ვისაუბრეთ და ჩვენი 14 ფეხა მეგობრები, რომლებიც ცხოვრებას გვიხალისებენ და გვიფერადებენ, შეიძლება ითქვას, მათ ჯანმრთელობა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, რომ ჩვენს მაყურებელს გავეცით პასუხები ბევრ კითხვებზე, ყოველ შემთხვევაში თუ რამე კითხვა დაგჭებათ, აგვიკომენტარეთ აუცილებლად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, სტუმრობისთვის და თემა დიდია და შეიძლება კიდევ დაგპატიჟოთ. კი ბატონო. ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ძალიან გვიყვარს ხოლმე უცხოური გამოცდილების გამოყენება და ამაში ხალხის გამყურება რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში მათი მონაცემები ხანგრძლივ კვლევებს ეფუძნება. დღევანდელ დღეს უკვე ყველანი ინტერნეტს ვიყენებთ, თუმცა სამწუხაროდ ინტერნეტში ხშირად დეზინფორმაციაც ვრცელდება. მე ვიპოვე ძალიან კარგი გამოსავალი იმ ადამიანებისთვის, ვინც აღნიშნულ მდგომარეობაში ხართ, ვისაც ჩვილი ყავთ სახლში და გინდათ რაიმე რჩევები გამოიყენოთ. ეს გამოსავალი არის ქარჩხაძის გამომცემლობის წიგნი თქვენი ბავშვის პირველი წელი. აღნიშნული წიგნი მოიცავს ამერიკის პედიატრთა აკადემიის მონაცემებს. ეს მონაცემები ქართულ რეალობას პედიატრიული კლინიკამ რჩეველის პროფესიონალებმა მოარგეს და თუ გჭირდებათ დახმარება აღნიშნული კუთხით, ეს წიგნი იქნება თქვენი საუკეთესო რჩეველი. თითქოს 21 საუკუნეში ინფორმაციის მოძიება არ უნდა იყოს რთული ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ ხომ გვაქვს ინტერნეტი, Google, ChatGPT და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ინტერნეტში უამრავი უაზრო და არასწორი ინფორმაციაც არის. გიფიქრიათ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ინტერნეტში ვიძიებთ, ჩვენი ბავშვებთან დაკავშირებით და რომელსაც მე მათ მიმართ ვიყენებთ, რამდენად სწორი და მართებულია. მივაგენი ერთ ძალიან კარგ საშუალებას, რომელიც ალბათ და იმედია ჩამინაცვლებს ინტერნეტს და ყველა ზედმეტ კითხვას, რომელიც მე ბავშვის აღზრდაში გამაჩნია. ეს არის წიგნი, რამდენად არაპოპულარულიც არ უნდა იყოს, ეს არის საკმაოდ სქელი, მაგრამ საინტერესო წიგნი, რომელსაც თქვია თქვენი ბავშვის პირველი წელი. ამ წიგნში მოთავსებულია ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც მოაგროვა ამერიკის პედიატრიის აკადემიამ და რომელიც გადმოთარგმნა და ქართულ რეალობას მოარგო გამომცემლობა ქარჩხაძემ და დაეხმარა ამ ყველაფერში მას მრჩეველის სამედიცინო ცენტრი, რომელიც არის ლიმბახის ჯგუფის წევრი. ეს წიგნი გამორჩეულია, აქ არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეიძლება ბავშვს დაემართოს მისი ცხოვრების პირველ წელს. და ამის მაგალითებს მე ახლავე მოგიყვანთ. მაგალითად, იცოდით, რომ საფენის გამონაყარი ქართულად არის გამოყელვა. აქ ხატია და წერია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საფენები, როგორ უნდა მოუხსნათ ისინი ბავშვებს, ან პირიქით როგორ უნდა გაუკეთოთ მათ სათანადოდ. აქვე ჩვენ ვიპოვით თავებს, სადაც არის დამატებით კვებაზე საუბარი. ბოთლით კვება, როგორ უნდა ავირჩიოთ ხელოვნური ნარევი, ანუ იგივე ფორმულა ბავშვისთვის, რატომ უნდა ავირჩიოთ ფორმულა ბავშვისთვის და სხვა შესაბამისი დეტალები ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი კარგი თავი, მაგალითად, მატყუარებზე.
მატყუარა ბავშვისთვის უვნებელია. არადა ჩვენთან გავრცელებულია სულ სხვა სტიგმა. ფაქტობრივად დამტკიცებულია, რომ მატყუარათი დაძინება ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს ამცირებს. თუმცა მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მატყუარას გამოყენებისას გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები. პირველი, არ გამოიყენოთ ბოთლის საწოვარა მატყუარა საწოვარას ნაცვლად, მაშინაც კი თუ საწოვარას ბოთლს მიამაგრებთ. თუ ბავშვი ძლიერად წოვს, შეიძლება ბოთლს საწოვარა მოძრეს და მას გადასცდეს. მეორე, იყიდეთ ისეთი მატყუარები, რომლებიც ნაწილებად არ იშლება. თუ ყოყმანობთ, რჩევისთვის პედიატრს მიმართეთ. მესამე, მატყუარას საწოვარასა და რგოლს შორის დამცავი ფარის დიამეტრი მინიმუმ 3.8 სანტიმეტრი უნდა იყოს, რომ ჩვილმა მთელი მატყუარას პირში ჩადება ვერ შეძლოს. ამასთან ფარი დამზადებული უნდა იყოს მყარი პლასტმასისგან ან სილიკონისგან და უნდა ჰქონდეს სავენტილაციო ხვრელები. მეოთხე, არასოდეს მიაბათ მატყუარა ბავშვის საწოლს და არ ჩამოჰკიდოთ ბავშვს კისერზე ან ხელზე. ეს ძალიან სახიფათოა და შესაძლოა სერიოზული ტრავმა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მეხუთე, მატყუარა დროთა განმავლობაში ცვდება, ამიტომ პერიოდულად შეამოწმეთ. თუ ნახავთ, რომ რეზინი გაუფერულებულია და გამსკდარია, მატყუარა გამოცვალეთ. და ბოლო, მეექვსე რჩევა. დაიცავით მატყუარაზე მითითებული ასაკობრივი დიაპაზონი, რადგან ზოგჯერ უფროსი ასაკის ბავშვები ახალშობილი ზომის მატყუარას იდებენ პირში და შეიძლება ეს დახრჩობის მიზეზი გახდეს. გვაქვს რა თქმა უნდა ბავშვის ფიზიოლოგიურ განვითარებაზე გვერდები, მაგალითად მხედველობაზე, როგორ რა ასაკიდან უნდა ვაკონტროლოთ ბავშვის მხედველობა, როგორ უნდა გავაკონტროლოთ სწორად იხურება ის თუ არასწორად. როგორი არის მისი სმენა? მაგალითად, ბავშვის დაბადების შემდეგ სმენის გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. ფაქტობრივად, ამერიკის პედიატრიის აკადემია გირჩევთ, რომ ახალშობილთა სმენის გამოკვლევა სამშობიაროდან გაწერის წინ ჩატარდეს და მშობლებმა კვლევის შედეგები უნდა მოითხოვონ. აქვე არის მაგალითად ესეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი თავი, როგორიც არის თავის ტვინის განვითარება. პირველი თვეები ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვის თავის ტვინის განვითარებისთვის. ტვინის ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს ბავშვის გარემო და მის მიერ მიღებული გამოცდილება. ყოველ დღე უამრავი შესაძლებლობა გაქვთ ხელი შეუწყოთ ბავშვის ტვინის განვითარებას, მისი გონებრივი განვითარების სტიმულაცია, საუბრით და ბავშვის მიერ პირველი სიტყვების წარმოთქმის წახალისებით შეგიძლიათ. საგანგებო შეტყობინება ბებია ბაბუებისთვის. დიახ, აქ მათზეც არის საუბარი და როგორ უნდა ჩაერთონ ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლები ბავშვის აღზრდაში და რა დოზით, მაგაზეც არის ყველაფერი აღნიშნული და დაფიქსირებული. გვაქვს ისეთი თავები, რომლებშიც არის აღნიშნული დაავადებები, რომლებიც უფრო ხშირად ემართებათ ჩვილ ბავშვებს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია წავიკითხოთ ბრონქიოლიტზე, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია და რომლის ნიშნები და სიმპტომები არის აღნიშნული. ყოველ ჩასუნთქვაზე ან ამოსუნთქვაზე ბავშვი გამოსცემს მაღალ მსტვინავ ხმას, რასაც ხიხინი ჰქვია. სუნთქვისას კანი ნეკნების გარშემო, მათ შორის და მკერდის ძვალთან შიგნით იზნიქება. ბავშვი სითხეებს კარგად ვერ სვავს, რადგან სუნთქვის გაძნელების გამო წოვა და ყლაპუა უჭირს. ბავშვს ტუჩების გარშემო და თითების წვერებზე მოლურჯო ელფერი დაჰკრავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერგამტარი გზები ისეთი დახშულია, რომ ბავშვის ფილტვებს და სისხლს არასაკმარისი ჟანგბადი მიეწოდება. წიგნს ბოლოში ასევე აქვს დანართები. აქ არის ინფორმაცია იმ ვაქცინებისა და ანალიზების შესახებ, რომლებიც თვეების მიხედვით უნდა ჩაუტარდეს ბავშვს. ასევე გვაქვს ის სიმპტომები და სხვადასხვა დაავადებები, რომლების მიმართაც ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ. ასევე გვაქვს ძალიან კარგი და გასაგები შკალა, ასე ვთქვათ, სადაც ზომები და წონები წერია ბავშვის და სქესების მიხედვით რა განვითარებაზე, რა ზომის უნდა იყოს ბავშვი, მაგასაც გაიგებთ და რამდენად ნორმებში ჯდება ბავშვი და ასევე სულ ბოლოს ზოგადი რჩევები, ადგილები, თუ სად, როგორ, რანაირად უნდა გავიყვანოთ ბავშვი ასაკების მიხედვით, რა სახის ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ მის მიმართ და მრავალი სხვა საინტერესო და რაც მთავარია, ძალიან საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მშობელს უნდა გააჩნდეს. მოკლედ, მსგავს დაავადებებს, სინდრომებს, სიმპტომებს და მკურნალობის მეთოდებსაც აღმოაჩენთ აღნიშნულ წიგნში. მოკლედ, იმ მშობლებს, რომლებსაც ჩვილი ბავშვები გყავთ და ძალიან გაღელვებთ მათი ჯანმრთელობა, გაქვთ კარგი ალტერნატივა ინტერნეტის. მედიკოსების მიერ დაზუსტებული ინფორმაცია ქართულ ენაზე და თანაც ძალიან კარგად განმარტებული. ნუ შეგაშინებთ წიგნის ზომა
თანაც წიგნის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია და საკმაოდ კარგი არის. Შეიძინეთ ეს წიგნი და იყავით მშვიდი. თქვენ თვითონ გადაამოწმეთ ყველა ის პრობლემა თუ მიმდინარე მოვლენა, რომელიც თქვენ შვილს თავს ხდება. სუნთქვის მარტივი ვარჯიში, რომელიც სწრაფად დაგამშვიდებთ. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს და დაადასტურეს, რომ ისეთი მარტივი რამ, როგორიც არის ორჯერ ჩასუნთქვა და ერთხელ ამოსუნთქვა, თქვენს ნერვულ სისტემას სულ რამოდენიმე წუთში გადატვირთავს. ეს პროცესი, რომელსაც ციკლური ამოსუნთქვა ეწოდება, ამცირებს სტრესის ჰორმონებს და ეხმარება სხეულს გაქცევის ან ბრძოლის რეჟიმიდან სწრაფად გამოსვლაში. თანაც ამის გაკეთებას ის მედიკამენტების ან სხვა აღჭურვილობის გარეშე ახერხებს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ის უფრო ეფექტურია შფოთვის შესამცირებლად, ვიდრე ტრადიციული მედიტაცია. ტექნიკა საკმაოდ მარტივია. 2 მოკლე ჩასუნთქვა ცხვირით და 1 გრძელი ამოსუნთქვა პირით. სულ 1 ან 2 წუთის განმავლობაში უნდა გააკეთოთ ესე, რათა თქვენი სხეული მშვიდ ვითარებაში გადავიდეს. ეს ასე გამოიყურება. მე კი ამით დაგემშვიდობებით. იყავით მშვიდი და ჯანმრთელები. მომავალ შეხვედრამდე.